ქართული ოცნების ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბრძანებას ხელს ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. უწყება აცხადებს, რომ ბარნაბიშვილი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს 2024 წლის მარტიდან იკავებდა. იქამდე კი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო ასევე 2015-2020 წლებშიც. იქამდე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. კითხვაზე რატომ გაათავისუფლეს ბარნაბიშვილი თანამდებობიდან, ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკადრო გადაადგილებებზე ის კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, ეს საკითხი ირაკლი კობახიძის კომპეტენცია. მე არ მაგ საკადრო გადაწყვეტილებების შეფასება არ მინდა მithumetis მინისტრის მოადგილეების ეხება, ეს არის სრულად მთავრობის და მინისტრის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია. ბარნაბიშვილის კადრების გადინება თუ გაშვება უწყებებიდან არ არსებობს არავის კადრები. ერთადერთი კადრები, რაც კი პოლიტიკურ თანამდებობებს ეხება, ეს არის ქართული ოცნების კადრები, როცა საუბრობთ პოლიტიკურ თანამდებობებზე. არანაირი პერსონალური კუთვნილება კადრებს არა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს არა მხოლოდ კლანური ბრძოლა, არამედ საბჭოთა ტრადიციების გაგრძელება. მათი თქმით, სწორედ საბჭოთა მიდგომაა, როდესაც იმ ადამიანთა ჯგუფის სრული მოსუფთავება ხდება, რომლებიც ერთ დროს პარტიაში გავლენიან ფიგურად ითვლებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს არის არა მხოლოდ კლანური ბრძოლა, არამედ საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში ხდება სრული მოსუფთავება ადამიანის და ადამიანთა ჯგუფის, რომლებიც გავლენიან და საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებდნენ წლების მანძილზე მთავრობაში, ადამიანებს მორალურადაც ანადგურებენ, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას და როგორც გვახსოვს, ხო, ეს საბჭოთა კავშირში ისტებლიშმენტის რაღაც ნაწილი სრული მოსპობა ხდებოდა, ხომ? იგივე ხდება საქართველოში. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბური შიდა კლანური ბრძოლა, საერთაშორისო ესეთი ზეწოლა, ქართული ხალხის ესეთი წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება ის კომპონენტები, რომელიც საბოლოო ჯამში ამ კორუმპირებული, გახსნილი სისტემის ჩამოშლას გამოიწვევს, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვესმის, ხო, რომ შეუძლებელია, რომ წლების მანძილზე მთელი ეს მაღალჩინოსნების დიდი ნაწილი იყოს ასეთ კორუფციაში ჩამოშლილი და სხვა ნაწილები იყოს აბსოლუტურად სუფთა და კრისტალური, ხო, ესეთ რა ბუნებრივად ვერ მოხდებოდა, ამიტომ თვითონ ამხენენ საკუთარ თავს. 10 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე საკადრო ცვლილებების შესახებ კობახიძის რამდენიმე ბრძანება გამოქვეყნდა. გუშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ირაკლი ხმალაძე, რომელიც წარსულში თბილისის ვიცემერი იყო. იუსტიციის სამინისტროს გარდა საკადრო ცვლილებებია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. კობახიძის 10 ნოემბრის ბრძანებით გელა გელაძის ახალი მოადგილე გურიის ყოფილი რწმუნებული გიორგი სახოკია იქნება. ამავე დღეს გამოცემული ბრძანებით კობახიძემ პოსტიდან გაათავისუფლა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი. ის ბალტიის ქვეყნების, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ არის სანქცირებული.